ეთერშია გადაცემა გენდერი და საზოგადოება. გადაცემა მზადდება პროექტის თემთა მობილიზება ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია პანკისის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან პროექტის კოორდინატორი ქალთა საინფორმაციო ცენტრიდან ნანა ავალიანი და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ისა ბექაური. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მოგესალმებით, მე ჟურნალისტი ლიკა საკაშვილი გახლავართ. ქალბატონო ნანა, პირველი კითხვა მაქვს თქვენთან, როგორც პროექტის ხელმძღვანელთან და კოორდინატორთან. რას ეხება პროექტი, აი მოკლედ რომ ავუხსნათ მსმენელს. სათავეში კი ჩანს, რომ ეს მიმართულია ქალთა ძალადობის მიმართ და პრევენცია და ცნობიერების ამაღლება, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ. მოგესალმებით, პროექტი როგორც აღნიშნეთ ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით 2013 წლის ოქტომბრიდან, მისი ხანგრძლივობა არის 1 წელი. პროექტის მიზანს წარმოადგენს პანკისის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ ინსტიტუციურ მექანიზმებზე, რაც არსებობს ოჯახის ძალადობასთან დაკავშირებით. ეს იქნება კანონმდებლობა, საქართველოს კანონი ოჯახის ძალადობის შესახებ, სამოქმედო გეგმა და ასე შემდეგ, ასევე საერთაშორისო ვალდებულებები. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს როგორც ქალები, ისე კაცები და ახალგაზრდებიც და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში სწორედ ეს ადამიანები იღებენ მონაწილეობას. ჩვენ მათ ინფორმაციას ვაწვდით არა მხოლოდ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, არამედ გენდერულ თანასწორობასთან, სტერეოტიპებთან, გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით და რამდენიმე სხვადასხვა სახის აქტივობას ვახორციელებთ. აქტივობებზე კონკრეტულად შემდეგ, მაგრამ იქამდე ერთ კითხვას დავსვა, რატო პანკისის ხეობა? ეს კითხვა ორივე სტუმართან მიმართებაში მაქვს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მხოლოდ პანკისია ამ პროექტის სამიზნე რეგიონი, ხო? რატომ პანკისი? ქალთა საინფორმაციო ცენტრი ადრეც მოღვაწეობდა პანკისში და სწორედ ამ პერიოდში გამოიკვეთა ქალთა გაძლიერების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი მუშაობს ამ მიმართულებით, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა საჭიროდ ჩათვალა, რომ დამატებითი პროექტი განხორციელებულიყო. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ პანკისის ხეობაში ცხოვრობენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ძალიან ძლიერი არის სტერეოტიპების გავლენა ქალებზე, რაც მათ ხელს უშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში და სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ამ პროექტის განხორციელებით გარკვეულწილად შევამსუბუქებდით ქალების ცხოვრებას ადგილზე და შევცვლიდით არსებულ დამოკიდებულებას ქალების მიმართ. იზა, ეს კითხვა შენთანაც მოქვს, შენ თემთან ძალიან ახლოს ხარ, ცხოვრობ პანკისში, პანკისის ხეობაში, ახმეტის რაიონში. რატომ პანკის და რატომ ფიქრობ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანი იქნება იქ მცხოვრები ქალებისთვის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობიერების შეცვლასთან დაკავშირებული აქტივობები კაცებისთვისაც არის განკუთვნილი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. იცით რა, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ჩვენი ორგანიზაცია პანკისის ხეობაში მუშაობს. მანამდე სანამ ჩვენი ორგანიზაცია მუშაობდა, მანამდე მუშაობდა ნორვეგიის ტოლთა საბჭო და თანამედროვედ მუშაობს კიდევ გაროს ტოლთა უმაღლესი კომისია და ჩეჩენ ტოლთან, მაგრამ ისინი მუშაობენ სხვადასხვა საკითხზე. ეს საჭიროება გამოიკვეთა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია გავაკეთეთ ქალთა კლუბები და ქალთა კლუბების საფუძველზე შეიქმნა საჭიროება გახდა, რომ გაკეთებულიყო ქალთა საბჭო. ქალთა საინფორმაციო ცენტრთან მუშაობით, ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს და რატომ გამოიკვეთა, იმიტომ რომ ქალები, რომლებიც ახლა წინა წლებთან განსხვავებით, ვინც პანკის იცნობს და ვინც იცნობს მას ამ საზოგადოებას, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის რაღაც, რომ წინა წლებში 10-15 წლის წინ, თუნდაც ჩემი ოჯახის, როცა ქალები თხოვდებოდნენ ქართველებზე და იქმნებოდა შერეული ოჯახები. ამიტომ რაღაცა ქალების ცნობიერება ცოტა ის იყო და არ იყვნენ ჩაკეტილები თავიანთ საზოგადოებაში. ეხლა ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა, იმიტომ რომ მხოლოდ მუსულმანი თხოვდება მუსულმანის და საზოგადოება ჩაიკეტა. ცხოვრობენ მხოლოდ თავიანთი ადათით და წესებით. და ცნობიერების ამაღლება ძალიან საჭიროა, რა თქმა უნდა, ხა მათ აქ თავიანთი ტრადიციის მიმდევარი საზოგადოება, იმიტომ რომ უხუცეს საბჭო მუშაობს, უხუცეს საბჭო იღებს სხვადასხვა გადაწყვეტილებას, ეს განქორწინება, შვილის წართმევა, ალიმენტია თუ მემკვიდრეობის მიღება და გენდერის საკითხებზე თითქმის არ იყო არც ერთი ორგანიზაცია არ მუშაობდა. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ამ ერთობლივი პროექტის განხორციელებით, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ეს გახდა ცნობიერება ამაღლდა, ძალიან ბევრი ტრენინგები ჩაუტარა, ძალიან ბევრი შეხვედრები და შეიცვალა ნელა-ნელა საზოგადოება უფრო ამ გენდერის საკითხი წინ წამოიწია და ისინი გრძნობენ, რომ კი
ქალის უფლებაც არის და კაცის უფლებაც. რადგან თქვენ ორივე ხაზი გაუსვით, რომ ეს არის ძალიან ტრადიციული საზოგადოება და ქალთა მიმართ ძალადობა არის მხოლოდ ბანკის პრობლემა, ეს მთლიან საქართველოში. ქართულ მოსახლეობაში საკმაოდ პრობლემურია და ეს ბოლოს ამა თვე მიმკვლელობების რაღაცა რიცხვმაც კახეთში განსაკუთრებით გამოავლინა, ხო? რამდენად მზად არიან თავად ქალები, რომლებიც ესეთი ტრადიციული წესებით ცხოვრობენ, ამ ტიპის აქტივობებში მონაწილეობისთვის. ხომ არ ქონდათ რაიმე დაბრკოლება პროექტის განხორციელების დროს, მათ თავად თუ ესმით, რომ ეს პრობლემაა და რომ ამ კუთხით მათი მონაწილეობა ასეთი პროექტებში არის მნიშვნელოვანი, რომ შემდგომ უკვე მათ გადაცენ თავისი ცოდნა სხვებზე და ეს უფრო გამდიდრდეს, ხო, ეს ინვესტიცია, რაც ამ შემთხვევაში ევროკავშირი დებს კახეთის რეგიონში. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ პროექტის დასაწყისში იყო საკმაოდ სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობა, იმიტომ რომ ესე ჯგუფური შეხვედრების დროს ქალები ყოველთვის უარყოფენ მათ ოჯახში ძალადობის ფაქტებს, თუ კონკრეტულად ძალადობას გულისხმობთ და თუნდაც გენდერულ უთანასწორობას. თუმცა პირისპირ საუბარში ყოველთვის ირკვევა უმრავლეს შემთხვევებში, რომ მათ ოჯახშიც დაფიქსირებულა შემთხვევა, რომელიც შეიძლება რომ აღქმული იქნეს როგორც ოჯახში ძალადობა. ამდენად ქალები თავიდან მე ვიტყვი რომ არ იყვნენ ამისთვის. მზად პრობლემას წარმოადგენდა მათი მონაწილეობა გასვლით ტრენინგებში, თქვათ თუ უნდა გაკეთებული იყოს 3 დღიანი შევამცირებდით და ვაკეთებდით 2 დღიანს, იმიტომ რომ 3 დღით მათი გამოშვება პრობლემებთან იყო დაკავშირებული. პრობლემას წარმოადგენდა ასევე მათ მიერ ძალადობის აღქმა, ანუ ძალადობის ის ფორმები, რომლებიც არსებობს საქართველოში, ქალების მიერ თითქმის არ აღიქმებოდა ძალადობად, თუ არ შეეხება ქმარი ცოლს, თქვათ ან მამა შვილს, ძალადობა არ კვალიფიცირდება მათ მიერ, ან თუ ფიზიკური ძალადობა არ არის, სხვა სახის ძალადობას ისინი არ აღიარებენ და სწორედ ვფიქრობ, რომ აი ეს არის საწყისი, რის გამოც ძალადობის პრობლემა ძალიან აქტუალური არის ბანკში, ის რომ მათ რეალურად არ იციან რა არის ძალადობა და ამ მხრივ ვცდილობთ, რომ ჩვენ კაცებსაც და ქალებსაც მივაწოდოთ ინფორმაცია. პროექტის დაწყებიდან აი ამ დრომდე რა ტიპის აქტივობები განხორციელდა, ანუ აი რა გაკეთდა ამ ქალებთან კონკრეტულად რომ გითხრათ? და როგორც მე ვხვდები, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი ახორციელებს ხო უშუალოდ იქ ერთად ახორციელებს, ჩვენც ჩავდივართ ხოლმე ადგილზე. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ჩამოდის თავიანთი იურისტები, ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი იურისტები ძალიან ბევრი აქტივობა განხორციელა. აღარა მაქვს ლაპარაკი ტრენინგებზე, შეხვედრებზე, ლოპოტაზე, გასვლითი შეხვედრები. მინდა ერთი ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად ეს პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე სპორტულ აქტივობებსაც და კულტურას. მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ ქალები სპორტულ ღონისძიებაში. ესეთი რამე, ესეთი პრეცედენტი ბანკში არ მოხდა, რომ ქალმა მაგიდის ჩოგბურთი ითამაშოს და შეჯიბრში აი წეღანაც ქონდა, სანამ შემოვიდოდით საუბარი, ანუ გამარჯვებულმა ქალმა მიიღო ქალთა საინფორმაციო ცენტრმა დააჯილდოვა ლოპოტაზე რამდენი დღე საგზავროდ. ანუ მინდა გითხრათ, რომ იმდენად შეიცვალა ეს ქალები, ვინც ჩართულები არიან ამ პროცესში და ვინც ძალიან ყოველდღიურობაში არიან ჩართულები, იმდენად უკვე გააქტიურდნენ და გათავისუფლდნენ ამ რაღაც კომპლექსებისგან და იმისგან, რომ სპორტულ ღონისძიებებში ჩვეულებრივ იღებენ მონაწილეობას. გადაცემის დასაწყისში მე პროექტის სათაური შევამოკლე და ეხლა ვრცლად ვეტყვი ხომ მსმენელს, აი სრულად წავიკითხე, რომ თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით, ხო, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. აი კონკრეტულად რას გულისხმობს, აი ეს რადგან სპორტულ აქტივობები ახსენა იზამ მსმენელმა რომ გაიგოს, რას ნიშნავს სპორტულ და კულტურულ აქტივობებში ქალთა ჩართვა და ეს რაღაცა მექანიზმი როგორც ცნობიერების შეცვლის, ხო? კი ბატონო, მოგახსენებთ სამივე სახის აქტივობას, საგანმანათლებლო აქტივობების კუთხით ჩვენ ვატარებთ ტრენინგს, ეს არის ორი სახის ტრენინგი, ერთი არის მამაკაცური საუბრები, რომლის მეთოდოლოგიაც არის ძალიან საინტერესო, იმდენად რამდენადაც ტრენერი არის კაცი, მსმენელი საზოგადოებაც არის მხოლოდ მამრობითი სქესის და სწორედ ამ დროს ხდება კაცების ცნობიერების ამაღლება. მეორე სახის უკაცრავად ტრენინგი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არის გასვლითი, ჩავატარეთ 2 ტრენინგი ლოპოტაზე. ერთი იყო უხუცეს ქალთა და კაცთა საბჭოებისთვის და მეორე იყო ოჯახში ძალადობის სერვისის პროვაიდერებისთვის, ეს იყო საპატრულო პოლიცია, ამბულატორიის ექიმები, მასწავლებლები, სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები. გარდა ამისა, როგორც იზამ ახსენა, ვატარებთ იურიდიულ კონსულტაციას ქალებისთვის და კონსულტაციის თემას არ წარმოადგენს მხოლოდ ძალადობა, ჩვენ მათ დახმარებას უწევთ ნებისმიერ საკითხში, რომელიც მათთვის არის პრობლემური. გარდა ამისა,
სპორტული აქტივობების კუთხით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენს პროექტის და ალბათ ყველაზე რთულად განსახორციელებელიც არის პანკისის ხეობაში. ჩავატარეთ შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში ქალებს შორის, დაგეგმილი გვაქვს ჭადრაკში შეჯიბრის ჩატარება და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ჩატარდება ჯირითიც, რომელიც არის პროექტი. ძალიან ელოდებიან სხვათა შორის ჯირითიც. პროექტით გათვალისწინებული და ძალიან უკვე ჩვენს იზას ორგანიზაციებმა ძალიან დიდი შესამზადებელი სამუშაოები ვაწარმოეთ იმისთვის, რომ ქალებმა იჯირითონ. თუმცა ნებართვა იმაზე, რომ ჯირითი ჩატარდეს ადგილზე და ფართო საზოგადოების თანდასწრებით, ასე ვთქვათ, კაცებისგან ჯერჯერობით არ გვაქვს. ანუ ისინი მაინც ეწინააღმდეგებიან იმას, რომ ქალს აქვს უფლება, რომ ესე გამოვიდეს და ვთქვათ, დუისის ქუჩებში იჯირითოს უბრალოდ. სწორედ ამიტომ გეგმავთ, რომ ჩავატაროთ, ასე ვთქვათ, გასვლითი ჯირითი. რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებას, დაგეგმილი გვაქვს ფოლკლორული კონცერტის ჩატარება, რომელსაც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს ჩავატარებთ და აი ეს ყველა აქტივობა ქალებს ეხმარება იმაში, რომ გააცნობიერონ, რომ თუ კაცს აქვს მაგალითად ჯირითის უფლება, მათაც აქვს, თუ კაცს აქვს უფლება, რომ ვთქვათ, მიიღოს მემკვიდრეობა, მას რატომ არ აქვს და ძალიან ბევრ რაღაცაზე ეცვლება წარმოდგენა. ქალებს. ძალიან ესეთი საინტერესო აქტივობა ეს მამაკაცური საუბრები, რადგან ეს პანკიში გასაგებია, რომ ქალბატონებსაც უჭირთ ხშირად იდენტიფიცირება ძალადობის ყველა ფორმის და მათთვის მხოლოდ ფიზიკური შეხება აღიქმება ძალადობად და მაგათ ალბათ არ ესმით ესეთი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებს არ აღიარებენ როგორც ძალადობად, მაგრამ კაცები ვფიქრობ, რომ უფრო ჩაკეტილები არიან და მათ უფრო არ არიან ღია იმისთვის, რომ აღიარონ, რომ ხო, ქალებზე გარკვეული ფორმით ისინი ახორციელებენ ძალადობას. აი ეს მამაკაცური საუბრები რა არის, აი რას გულისხმობს და რამდენად არიან თავად აი მამაკაცები, რომ აი იგივე კითხვას ხომ არ ქონდათ რაიმე ტიპის წინააღმდეგობა ან ბარიერი, როცა გადაწყვეტთ, რომ კაცები დაგესვათ ერთი მაგიდის გარშემო და ესაუბრათ მათ რაღაც თემებზე. მამაკაცური საუბრები როგორც აღნიშნე გულისხმობს იმას, რომ ტრენერი კაცი ესაუბრება კაცებს, ქალებს არ აქვს ტრენინგში მონაწილეობის და არც დასწრების უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ ტრენინგის მიზანს წარმოადგენს, რომ ძალიან ღია საუბარი წარიმართოს ტრენერსა და მსმენელებს შორის. რაც შეეხება მამაკაცთა ჩართულობას, არ ვიცი ეს მათი განწყობის დამსახურება თუ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ტრენინგის მონაწილეთა შეკრების პრობლემა არც ერთხელ არ გვქონია. სამჯერ ჩავატარეთ ეს ტრენინგი და სამივეჯერ სრული დასწრება იყო, ასე ვთქვათ. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს ოჯახში ძალადობის ფორმებზე მათთვის ინფორმაციის მიწოდება, იმიტომ რომ ზემოთ გამომჩა ვატარებთ კვლევას ჩვენ. კვლევაზე დამოკიდებით ახლავე მოვიცავთ ამ კითხვაში, ამ პასუხში ამ თემას. აი იურიდიული კონსულტაციის თემა მაინტერესებს ძალიან, როგორც ახსენა უკვე პროექტის კოორდინატორმა, არის ერთ-ერთი სერვისი, ხო, იურიდიულ კონსულტაციას უწევთ ბენეფიციარებს. აი თუ არის უკვე რაღაცა დაჯამებული, ან თუ შეიძლება საუბარი იმაზე ძირითადად რა თემაზე სურთ მათ იურიდიული კონსულტაციის მიღება და არის თუ არა აი ამ თემებში ძალადობა ფიგურირებს თუ არა. იცით რა, ხა კალთასა იურიდიული კონსულტაციები ძალიან ჩვეულებრივი საკითხებზე ეს არის სოციალური სხვადასხვა პროგრამებში ჩართულობა, იმიტომ რომ სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახები ძალიან დიდია, არის რაღაცა ეხლა ვიცი რომ აი მოახლოეს ერთი კვირის წინ მგონი შეიცვალა რაღაც კანონი შეიცვალა და აღარ არის რაღაც მაციუარი თუ ქონდა და დახმარი ვარგეთობდა რაღაცა ჯერჯერობით არა მუშავდება ახალისკენ. აი ესეთი საკითხები არის დაზღვევის საკითხები, არის შვილის და გვარის და მამობის დადგენის უფლება. მოქალაქეობის არ ქონე პირები არიან და ჩვენ წითადი პროექტი და ასევე ქალთა საინფორმაციო ცენტრსაც მიმართავენ და ჩვენი ორგანიზაციაც ამას ძალიან დიდი ხანია მუშაობთ. მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, რაც ძალიან ბევრ პრობლემთან არის დაკავშირებული. ამასთანვე არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი არის დედის გვარზე, მამობის დადგენის უფლება, მამები დაკარგული ყავთ და აი ესეთ საკითხებზე მოგმართავენ ძირითადად. ძალადობის თემა არ არის, ძალადობის თემაზე თავს იკავებენ. თუმცა ინდივიდუალურ ლაპარაკებში ცალკე საუბრობთ, რომ როცა ღიად ჯგუფიზის, ჯგუფთან თავს იკავებს ქალი მაინც რომ თავისი პრობლემა საზოგადოების და იმ ჯგუფისთვის გახდეს ცნობილი, მაგრამ ცალკე იურისტებთან საუბარში და საუბრებში ისინი ამას აფიქსირებენ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაინც თავს იკავებენ სასამართლომდე მისვლამდე. ისინი მაინც ფიქრობენ, რომ თემა გადაწყვეტოს და უხუცეს საბჭომ გადაწყვეტოს მათი საქმე
და არ მივიდეს სასამართლომდე. ესეთი დახურულია ეს თემა, არ გამხდარ ხა სახელი და გვარების და ოჯახების იდენტიფიცირების გარეშე, მაგრამ პანკიში არ ხდება ხოლმე ეს ფაქტები. აი ამ ბოლო წლებში პანკიში ერთადერთი შემთხვევა იყო, რომელიც გადავიყვანეთ ოჯახური მოგომ დააფიქსირა თავის საქმე, მოგუმართა მივიყვანეთ პატრულში და გადავიყვანეთ თავშესაფარში თბილისში. ერთი ფაქტი, დანარჩენი ესეთი შემთხვევა არ ყოფილა რომ მოემართეთ. არ ყოფილა. კვლევა ახსენეთ, რომელიც პროექტის ფარგლებში ასევე ტარდება. ხო, როგორც ვთქვი, კვლევის ჯერ საველე სამუშაოები არის დაწყებული და ალბათ შედეგებზე არ არის ადვილი ახლა საუბარი, მაგრამ რა არის კვლევის მთავარი მიზანი და რა კეთდება ამ კვლევის ფარგლებში? კვლევა დავიწყეთ უკვე 2 თვეა და მიმდინარეობს როგორც აღნიშნეთ საველე სამუშაოები დაახლოებით ივლისის ბოლოს დავასრულებთ და გვექნება შედეგების პრეზენტაცია. ამ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ კვლევაში მონაწილეობას იღებენ როგორც კაცები, ისე ქალები. კვლევაში მოცემული კითხვები ეხება ვთქვათ ფუნქციების გადანაწილებას ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებს და აქ ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნოს ის, რომ ვთქვათ არის კითხვა, სადაც არის ჩაშლილი, აი თუ უყვირია თქვენს მეუღლეს თქვენთვის, თუ აუკრძალავს რაღაცის კითხვა და ამ რაღაცის ყიდვა და ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემდეგ, როდესაც ეკითხები რესპონდენტს განხორციელებულა თუ არა ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ძალადობა თქვენზე, პასუხი არის უარყოფითი, ანუ ისინი ძალიან იკავებენ თავს და ძალიან აშინებთ თვითონ სიტყვა ძალადობა. თუმცა ისინი აღიარებენ, რომ რაღაცა ფაქტები მომხდარა და სწორედ ამ მონაცემების იდენტიფიცირების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ განგვეხორციელებინა კვლევა. ან მიზანი არის, რომ შესწავლა მოხდეს თვითონ როგორ ესმით, ხო, ძალადობა და რეალურადაც რა ხდება, ალბათ დიდი ალბათობით დავდებთ რეალურ შედეგსაც, რეალურთან მიახლოებულ შედეგს, რა ხდება პანკისის ხეობაში მცხოვრებ ოჯახებში. განქორწინება არის ძალიან დიდი. როგორც ახლა ალბათ ყველგანაც არის განქორწინება, იმიტომ რომ განქორწინების მაჩვენებელი არის ძალიან დიდი, მაგრამ საუბრებში და ამაში თავს იკავებენ, რომ განქორწინება ხდება რაღაც კარგ ცხოვრებას ვინ გაექცევა, ხო, რაღაც ძალადობის ხორპლი ან რაღაცა, ამიტომ ხდება განქორწინება. ძალიან მაღალი მაჩვენებელია განქორწინების, მაგრამ იქ მაინც თავს იკავებენ, რომ ეს თქვა. იზაბ, შენ ერთი-ორჯერ ახსენე ეს უხუცესთა საბჭო. თუ შეიძლება კახეთი კი ჩვენი რეგიონია პანკისიც, მაგრამ ალბათ ძალიან მსმენელმა არ იცის რა წესია ცხოვრების და რა არის ის ადათები, რომელიც ჩვენთვის მეტნაკლებად უცხოა, ხო? ეს განქორწინება, ეს ამოქალაქო განქორწინება ხდება თუ იქაც ეს უხუცესთა საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, აი? ანუ მეჩეთში. ანუ ხა ოხუცეს საბჭოზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ ეხა ჩვენი ისაა ძალიან მოკლედ ვიტყვი. პანკისი არის მუსულმანური ხალხი და 12 სოფელში ვეცხოვრობს მუსულმანები. ანუ მათ აქვს თავიანთი ტრადიციები და წესჩვეულებები. მათთვის კანონი, კი, ჩვენთვის კანონი უზენაესია, მაგრამ მათთვის კანონი არის, მათთვის დაწერილი კანონი, რომელიცაც გადაწყვეტილებას იღებენ უხუცესები. ეს არის როგორც ვახსენე, განქორწინება, შულის წართმევა, ეს ქალთა ინფორმაციოციაც ქონდა ესეთი განხილვის დროს საკითხი, როცა ქალს არ აყავს ძმა და მემშობლები გარდაეცვალა, მემკვიდრედ ქალი არ ითვლება და მემკვიდრედ იცვლება გვარში ბიძაშვილი ან ოჯახის ახლობელი კაცი. რომ ქალი არ უნდა იყოს ოჯახის მემკვიდრე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უხუცეს საბჭომ ეხა განაახლა მაინც თავიანთი კანონები 2011 წლის 12 იანვარს ჰქონდათ მათ პირველი კი არა, საბოლოო გადახალისება და შეიკრიფა ახალი ხალხი და შეირჩა გვარიდან. უხუცეს საბჭოში არიან გაერთიანებული უხუცე გვარიდან ლიდერები. ვისაც ხალხი და თემი გვარი ეკითხება ჭკუას ავტორიტეტები. ასევე ამ უხუცეს საბჭოსთან ჩვენ ძალიან ესეთი პრეცედენტი მოხდა, რომ ძალიან ვთხოვეთ და ძალიან ბევრი მოლაპარაკებებში შევქმნით უხუცეს ქალთა საბჭოს, რომელიც მედიატორის როლს ასრულებდა უხუცეს კაცებთან ქალების საკითხებზე. როცა ქალის საკითხი იხილება კანონით და ან შარიათის წესით სასამართლო მიმდინარეობს, ქალის სასამართლოზე გაყვანა და იქ ლაპარაკი თავის დაცვა ცოტა ძნელია. ამიტომ უხუცეს ქალები აწარმოებენ მოლაპარაკებას უხუცეს კაცებთან და ქალის საკითხის განხილვაში. ანუ მინდა გითხრათ, რომ გინდათ ადამიანმა თუ რამე დააშავა და ის დაისაჯა კანონით. მას მაინც გადასახდელი აქვს თავის თემში სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა განაჩენი. ის გინდათ დაუშვათ იყო შემთხვევა ბოლო წლებში, რომ ერთმა ახალგაზრდა მოკლა მეორე ახალგაზრდა, ის დაისაჯა, დაიჭირეს, დააპატიმრეს. გამოვიდა ის ციხიდან, მაგრამ იმას მაინც თავიანთი წესით და კანონით ჰქონდა გადასახდელი, დაუშვათ
სასჯელი. ძალიან ბევრი იმუშავეს უხუცესი, რომ ეს იყო ერთი გვარი და ეს გვარი გადაკიდებული იყო ერთმანეთს. ძალიან ბევრი იმუშავა უხუცესი საბჭომ, ძალიან ბევრი და ამ ზამთარს მოხდა მოლაპარაკება, რომ ამ ოჯახზე სისხლს აღარ აიღებენ, მაგრამ ეს ოჯახი გადასახლდა იმ სოფლიდან, რომ ესენი ერთმანეთს არ შეხვდნენ და სხვა სოფელში იცხოვრობენ. მაგრამ ისინი ჭირში და ხინში ერთმანეთს არ შეხვდებიან. ანუ ეხლა ძალიან მოკლედ თქვა, არის ძალიან ბევრი ისინი, რასაც წესები და კანონები, რასაც უხუცესი კაცები იღებენ გადაწყვეტილებას და იმას ემორჩილება თემი. საკმაოდ რთულია, ცნობიერების შეცვლა არის ყველაზე რთული პროცესი, ხო? თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც პროექტის კოორდინატორი, აი ეს აქტივობები, რაც გაქვთ ჩადებული პროექტში, ხო? აი რა არის თქვენი მიზანი, აი რა იქნება ის წარმატების რაღაც მაჩვენებლები, რითაც შეგიძლიათ თქვათ, რომ პროექტმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია და თავის მიზნებზე სრულად თუ არა მეტნაკლებად გავიდა და უპასუხა იმ დასახულ მიზნებსაც თავიდან ჰქონდა გაწერილი. ალბათ ძალიან პესიმისტი არ ვიქნები თუ ვიტყვი რომ მე არ მაქვს იმის ილუზია რომ პროექტის დასრულების შემდეგ ეს ქალები ადგებიან და სასამართლოში შეიტანენ სარჩელებს თავის ქმრების თუ მეგობრების წინააღმდეგ ან გამოიძახებენ პოლიციას და ასე შემდეგ. უბრალოდ მე სულ აი ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ ამბობ ხოლმე ჩემს თანამშრომლებთან რომ ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ქალები გაიგებენ რა არის ძალადობა, რომ ის რომ ქმარი მას რაღაცას უკრძალავს, ის უკვე ძალადობა არ არის აუცილებელი რომ ხელით შეეხოს, არ არის აუცილებელი რომ ცემოს. თუ კაცები გაიგებენ იმას, რომ ქალები არ არიან უუფლებოები და როგორც პირველ ტრენინგზე აცხადებდნენ, ქალები არ არიან გაჩენილები იმისთვის, რომ ემორჩილონ და ემსახურონ კაცებს. თუ აი ამ ხრივ ოდნავ მაინც შეეცვლებათ მათ ცნობიერება, ოდნავ მაინც შეეცვლებათ დამოკიდებულება ქალებისადმი, დამოკიდებულება ოჯახისადმი, მე პირადად ჩავთვლი, რომ პროექტმა თავის შედეგებს მიაღწია. ხო, იმიტომ რომ შესაძლოა მათ თავად როგორც თქვენ აღნიშნეთ, თავად არ იმოქმედონ რამე, მაგრამ თავიანთი შვილები აღზარდონ უკვე სხვაგვარად, ხო? სხვა ფასეულობები ჩაუნერგონ და ის რაც თავად დაუშვეს ცხოვრებაში შეცდომა შვილებთან მიმართებაში უკვე იცი რა ლიკა დავამატებდი ხან ანუკას მის შეიძლება სასამართლომდე არ მივიდა და მეც ვფიქრობ ხან რომ მე თვითონ 12 წელია იქ მუშაობდა დედაქისტი მყავს და ძალიან მიყვარს ეს ხალხი და ძალიან პატივს ვცემ მათ ტრადიციებსაც, მაგრამ შეიძლება და ეს ამას წლები უნდა რომ მათი სასამართლომდე მიიტანონ. სასამართლომდე შეიძლება არ მივიდნენ, მაგრამ აი ეს ქალები, ვინც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები და ვინც ყველა შეხვედრებს ესწრებიან. მათი ცნობიერება რაღაცნაირად ესეა თუ ისეა შეიცვალა, იმიტომ რომ შეიძლება სასამართლომდე არ მივიდნენ, მაგრამ თავისუფლებას ხო ქმართან მაინც დააფიქსებს და ისე ყურმოჭრილი მონასავით თავჩაღუნული კი არ იქნება თავის პოზიციას დააფიქსებს და თუ სასამართლომდე არ მივიდა უხუცეს ქალთა საბჭომდე მაინც მივიდა ეთქვის რომ იცით რა მე ეს პრობლემა მაქვს და ესეა თუ ისე დამეხმარეთ მოგვარებაში. შეიძლება პოლიცია და პატრული არ მიუყვანოს, მაგრამ უხუცეს საბჭოს მაინც მიუყვას თავის ქმარს თუ ოჯახს და იქ მაინც დააფიქსირებს თავის პოზიციას. ესე კი, შენ შეგიძლია გადაჭრით თქვა, რომ აი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე როგორც ხვდები ამ ტიპის პროექტი არ არის ბევრი განხორციელებული კახეთის რეგიონში, ალაგ-ალაგ რაღაცები განხორციელდა, მაგრამ ასეთი ფართომასშტაბიანი არა, ხო? ქალთა ცნობიერება მეტწილად შეიცვალა, ანუ ისინი უფრო ინფორმირებულები არიან, ვიდრე მაგათ 5 ან 10 წლის წინ. კი, შეიცვალა და იცი რა, უფრო შეიცვალა ისეთ სოფლებში, სადაც უფრო აქტიურად მუშაობდით ჩვენ და გაეროს ტოლით უმაღლესი კომისია და ენერსია. ეხლა ხვალ მაგალითად ქალთა საინფორმაციო ცენტრთან და დაგეგმილია 2 ისეთი სოფელი, რომელშიც სადაც ტოლვილები ცხოვრობდნენ, ლიკა, იცი, შენც მუშაობდი ბანკში, სადაც ტოლვილები ცხოვრობდნენ, იქ უფრო მეტად ინფორმაცია მეტი იყო ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ეხლა ის 2 სოფელი, სადაც ხვალ ქალთა საინფორმაციო ცენტრს შეხვედრა ქორეთი და წინობანი, იქ უფრო ისეთი ქალები ცხოვრობენ, ვინც ნაკლებად არიან დაკავშირებული ცენტრთან. და აი ესე როცა პროექტები გაგრძელდება და უფრო მეტ სოფლებს მოიცავდა, მეტ ხალხამდე მივა ინფორმაცია, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ერთ-ერთი ხვალინდელი 40 ქალიდან, ხვალე ვინც უნდა იყოს 40 ქალიდან, იქიდან 10 ქალმაც თუ რაღაცა ცნობიერება შეიცვალა, მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი გამართლებულია. თქვენ ახსენეთ ასევე ძალიან მაინტერესებს პროექტის დასაწყისში ალბათ გქონდათ ამ ქალებთან შეხვედრა თქვენს მომავალ ბენეფიციარებთან. აი თუ საერთოდ თუ იციან მაგალითად იმის შესახებ, რომ არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი არსებობს, ხო? გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი. აი ამ მექანიზმების შესახებ თუ იციან რამე, რომ არსებობს ცხელი ხაზი, შეიძლება დარეკოს უკიდურეს შემთხვევაში და მისი ოჯახიდან გაყვანა მოხდეს, ხო? აი, ასეთი ტიპის ინფორმაცია აქვთ საერთოდ? საზოგადოებაში საერთოდ არ იციან, რომ არსებობს ოჯახში ძალადობა, როგორც ასეთი მოვლენა.
იქ ძალიან რთულია მათ ისაუბრო პირდაპირ იმ მექანიზმებზე და იმ დამცავ ვთქვათ მექანიზმებზე, რომლებიც არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. როდესაც ჩვენ დავიწყეთ იქ მუშაობა, მათ ფაქტიურად არ ჰქონდათ ინფორმაცია არსებული კანონმდებლობის შესახებ. გამომდინარე იქიდან, როგორც იზამ აღნიშნა, ისინი მეტწილად საერთოდ არ აღიარებენ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას და შესაბამისად არც ინფორმაციას ფლობდნენ ამის შესახებ. მას შემდეგ რაც იგებენ, რომ არსებობს ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი, ქვეყანას აქვს სამოქმედო გეგმა, არსებობს სახელმწიფო თავშესაფარი, არასამთავრობო ორგანიზაციების თავშესაფარი, თქვათ იქ უფასო იურიდიული კონსულტაცია, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, თითქოს ისინი რაღაცნაირად სხვანაირად ცდილობენ, რომ განეწყონ ამ საკითხის მიმართ და რაღაცნაირად უფრო ღია დაფიქსირებენ თავის პოზიციებს რაღაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. პირად საუბრებშიც აღნიშნავდნენ, რომ თუ ქვეყნისთვის პრიორიტეტი იყო ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, მათ არ ჰქონდათ იმის შესახებ ინფორმაცია, რომ არსებობს ეს კანონი, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ პრობლემის გადასაჭრელად. ამდენად მეც ვფიქრობ, რომ აი ვთქვათ 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე მათ ძალიან ბევრი მათთვის საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენ. თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ იურიდიული კონსულტაციის მიღება მათ მხოლოდ ძალადობის თემაზე არ ხდება, ხო? არის სხვა საკითხებიც. როგორც გამოიკვეთა, ეს ადამიანები ინფორმაციის დეფიციტს მხოლოდ ამ ნაწილში არ განიცდიან, ასევე არ იციან იმ სერვისებისა და ბენეფიტების შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, ხო? აი ეს რის ბრალია. თავად თემს თუნდა დავაბრალოთ, თუ შეება სახელმწიფოს ბრალი, რომელსაც არასათანადო კომუნიკაცია აქვს ბანკში მცხოვრებ მოსახლეობასთან. არასათანადოდ მიაქვს ის ინფორმაცია, რაც იგივე ძალადობის საკითხი, მე მგონია, რომ ქვეყნის სხვა რეგიონებში ეს ძალადობის ცხელი ხაზის რაც აქტივობები ტარდება, არის გამოკრული პლაკატები, ბანერები, უფრო მეტად იციან, რომ ასეთი ტიპის კანონმდებლობა არსებობს. აი როგორ ფიქრობთ, მხოლოდ მათი ბრალია ის, რომ რაღაცების შესახებ არ იციან, არა მხოლოდ ძალადობის შესახებ, არამედ სხვა საკითხების შესახებ. იცით, მე ვიტყოდი ერთს, იმიტომ რომ ეხა პრესის ყიდვის საშუალება ეხლა როგორც მაგ ხეობაში ისე დაუშვათ ქართულ სოფლებშიც გაჭირვებაა და გაზეთები რო იყინონ და ქონდეთ პრესა, ამის საშუალება არ არის. ჩვენ მაგალითად ჩვენ გვაქვს ცენტრი, სადაც ყოველკვირეული პრესა გვაქვს და იქ ვინც მუშაობს და ვინც აქტიურად არის, ის კი კითხულობს პრესას, მაგრამ ტელევიზორ რაც შეეხება ტელევიზორში ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ და იმიტომ რომ ყოველთვის ცხადდება და არის საინფორმაციო არის ბევრი გადაცემები, მაგრამ პრობლემა პანკიში რა არის, იცი მეტი წილი მოსახლეობისა უყურებს შეჩრულ არხებს. და თავიანთ ენაზე უსმენ. ანუ საქართველოში რაც ხდება და ამ ქართულ არხებს როცა არ უყურებ, ინფორმაციასაც იმდენად ვერ იღებ, რაც ხდება. და ალბათ ვფიქრობ, სახელმწიფოც უფრო მეტად უნდა იყოს, მეტი რაღაც აქტივობები ჩაატარონ, მეტად მუნიციპალიტეტმა უფრო მეტად ითანამშრომლოს და მეტად იყოს ხალხთან ახლოს, რომ გააცნონ ესა თუ ის ახალი სიახლეები და ხალხისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია. თქვენი პროექტის რაღაც მიზანი ან რაღაც არც ერთი აქტივობა არ არის მაგალითად იმაზე რომ გაანალიზოთ თავად სახელმწიფო ინსტიტუციები როგორ იქცევიან ამ რეგიონთან მიმართებაში და რამდენად ხედავენ იმ საფრთხეებს რაც არის ამ რეგიონებში და რას აკეთებენ ამისთვის, მაგრამ რადგან ამ სფეროს უყურებთ და თავად ბანკის თემთანაც ახლოს მიხვედით ამ პროექტის ფარგლებში, იქნება თქვენი აზრიც მითხრათ, რას ფიქრობთ, სახელმწიფო აკლებს სათანადო ყურადღებას ამ რეგიონებს და შეიძლება რომ მათი კომუნიკაცია ამ თემთან იყოს უფრო აქტიური, რადგან თუნდაც აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ პრესას არ კითხულობენ, შემთხვევაში საინფორმაციო არხებსაც უყურებენ არაქართულს და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე არ აქვს წარმოდგენა ხშირ შემთხვევაში. მე ვთვლი რომ საერთოდ არ მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო ხარჯავს არასათანადო რესურს იმისთვის, რომ ებრძოლოს ოჯახში ძალადობას. თქვათ, ბოლო წლებში არ აწარმოებს, მაგრამ 2012 წლამდე სახელმწიფო აწარმოებდა სტატისტიკას ოჯახში ძალადობისას და სახარბიელო შედეგები ნამდვილად არ იყო და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაბამისი ორგანოები იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო თუ სხვა, უნდა მიმხვდარიყვნენ და მომავალში მაინც უნდა განახორციელონ რაღაც კამპანიები. ყველა სოფელში ეს აიხება არა მხოლოდ პანკისის ხეობას, არამედ აჭარაში ძალიან რთული ვითარება ამ მხრივ, თბილისშიც, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქია, ძალიან რთული ვითარება ამ მხრივ და თუ ვთქვათ ის რომ პანკიში ინფორმაციის ნაკლებობა იცის იზამ, ვიცი მე, იცით თქვენ, ეს ადგილობრივმა თვითმმართველობამაც აუცილებლად იცის და სახელმწიფომ ალბათ აუცილებელი რომ მიმართოს რაღაც ცოტა უფრო მეტი რესურსი გამოიყენოს პანკისის ხეობასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ არა მხოლოდ ოჯახის ძალადობაზე, არამედ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნებისმიერ სერვისი, რომელიც სახელმწიფო რეალურად სთავაზობს პანკისის ხეობის მოსახლეობას, მათ ჰქონდეთ ინფორმაცია. მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ არსებობს ვთქვათ
ტოლვილის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, სოციალური პაკეტების მიღებასთან დაკავშირებით. კი, ეს ჩვენი იურისტის კომპეტენციაც არის, რა თქმა უნდა, რომ ეს ინფორმაცია მიაწოდოს, მაგრამ როდესაც სერვისი ქვია სახელმწიფო სერვისი, გარდა სერვისის მიწოდებისა, ალბათ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ სერვისის არსებობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას. ჩვენი გადაცემა უკვე სრულდება და დასასრულს მინდა გითხოვოთ, რომ ორივე თქვენგანმა რას ეტყოდით ამ პროექტის სამიზნე აუდიტორიას. რა არის თითოეული თქვენგანის გზავნილი მათდამი? მე ვეტყოდი პანკის ხეობის ქალებს. ყველა აქტივობაში იყვნენ ჩართულები. რაც მეტ ინფორმაციას მიიღებენ და გაიგებენ თავიანთ უფლებებზე, უფრო მეტად თამამები და თავისუფლები იქნებიან. დაიცვან თავიანთ თავი და იყვნენ უფრო თავისუფლები. მე გამდენი კიდე რა შედარებით ახალი ვიყავი პანკის ხეობაში და პირველად მომიწია ჩასვლა. აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმ ძალიან ბევრი განსხვავებისა, რომელიც შეიძლება იყოს ჩემსა და პანკის ხეობის მოსახლეობას შორის, გარკვეული მიზეზებით განპირობებული, აი ეს ქალები, რომლებთანაც მე მაქვს ძალიან ხშირი შეხება, ჩემთვის გახდნენ მართლა ძალიან ძვირფასები და აი ეს ჩვენი შეხვედრა და ის რაც სითბო, რომელსაც ისინი ამჟღავნებენ, არა მხოლოდ ჩემ, არამედ ჩვენი თანამშრომლების მიმართ და ის რომელიც აქვთ ჩვენდამი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა რომ მათ ვუთხრა რომ არაფერი ის რაც მათ ოჯახში ხდება არ არის განსაკუთრებული. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ოჯახში, იქნება ეს დედაქალაქში თუ სხვა რეგიონში. ამიტომ ხმის ამოღება, ხმამაღლა თქმა, ხაზგასმა ეს არ არის სირცხვილი. არავინ მათ ამის გამო არ დასჭის. აუცილებლად ქალი იქნება თუ კაცი იქნება, ხმა უნდა ამოიღოს იმ უსამართლობაზე რაც ხდება ოჯახში. იმიტომ რომ სახელმწიფოს კეთილდღეობა იწყება სწორედ თითოეული ჩვენგანის ოჯახიდან და ჩვენი საქმიანობის მიზანს არ წარმოადგენს ის, რომ შრალად რაღაც ციფრები დავდოთ, რომ თქვა პანკისში 100 ოჯახში ხდება ძალადობა. ჩვენი საქმიანობის მიზანს, ჩვენ სურვილს წარმოადგენს ის, რომ რეალურად შევცვალოთ იქ არსებული მდგომარეობა და მიმართავთ ხოვნით თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ დაგვეხმარნონ ამაში. ძალიან მნიშვნელოვანი ნოტაზე ვასრულებთ გადაცემას, დამპურცკლა კიდეც, იმიტომ რომ მე შევუერთდები ამ თქვენს თხოვნას, რომ უფრო მეტად გახსნილები იყვნენ, ხმა ამოიღონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და თავად მე ამხილონ თავიანთი მოძალადებლები, ნათესავები, ახლობლები და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი და შემდეგ მომავალი იქნება ცოტა სხვანაირი და ბევრად უკეთესი მათი შვილებისთვის და არა მხოლოდ. დიდი მადლობა თქვენ უსმენდით გადაცემას გენდერი და საზოგადოება. გადაცემის სტუმრები იყვნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი და პროექტის კოორდინატორი ნანა ავალიანი და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იზა ბექაური. დასასრულს ასევე შეგახსენებთ, რომ გადაცემა მზადდება პროექტის თემთა მობილიზება ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის ფარგლებში. მადლობთ.